კახეთში გლეხებს ატამი უფუჭდებათ ადგილობრივების მოსავლის ნახევარზე მეტის რეალიზება უჭირთ. ხილის გაყიდვას ხელს აზერბაიჯანის საბაჟოზე გაზელმა გადასახადებმა შეუშალა გადამყიდველი თითო კილოგრამ ატამზე საზღვარზე 1 ლარსა და 20 თეთრ სიხდის. კახალი გლეხები ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას უყურადღებობაშია დანაშაულებენ. ჩვენი ჟურნალისტი სულხან მესხიძე იმყოფებოდა გურჯაანში გლეხების პრობლემების შესახებ ვრცლად მისი რეპორტაჟიდან შეიტყობთ. გურჯაანში წელს ატმის უხვი მოსავალია. კლიენტის სიმცირის გამო გლეხებს ხილის გასაღება უჭირთ. 75 წლის ილო პაპას 8-სულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ბოლო 5 წელია 1 ჰექტარზე მოყვანილი ატამია. მას ეს გადამღებ ჯგუფთან ყოჩაშვილები აცხადებენ, რომ ატმის ფასი გასულ წლებთან შედარებით დაბალია. მოსავლის რეალიზაციამდე ილო ყოჩაშვილი მეუღლესთან ერთად ხეხილის ბაღში სახელდახელოდ აგებულ ფიცრულში ცხოვრობს და შემწყიდველებს ელოდება. რეალიზაცია უჭირს, ფასები არ აქვს, წამლების ფასებში ვერ ავდივარ. რას წამლებს ეჭვდება და ძალიან გვიჭრის გაყიდვა. არავის არ აქვს ინტერესი ჩვენი გლეხობისა. და ესე ვიტანჯებით. აგე ამხელა საქონელია და გზაზე ესე იგი ტყუილად განამბიჭები და შუამაზე ტირია რომ ვერ გადის ვერ იყიდება. ატმის მოსავლის რეალიზაციის პრობლემაზე ჩუმლაყის ბაზრის მოვაჭრეებიც საუბრობენ. მათივე განცხადებით გასულ წელს მოსავლის დიდი ნაწილი აზერბაიჯანელ გადამყიდველებს მიჰქონდათ, თუმცა წელს 1 კილოგრამი ატმის განბაჟება 1 ლარი და 20 თეთრი გახდა, რამაც გადამყიდველების შემცირება გამოიწვია. დღეისთვის ჩუმლაყის ბაზრობაზე 1 კილოგრამი ატმის ფასი 10-დან 20 თეთრამდე მერყეობს. მოვაჭრეები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. შაშან 90 კაპიკათ ავყიდით, 80 კაპიკათ და ახლა კიდენი 10 კაპიკათ კილო. 20 კილოიანი 2 ლარად წავიღებთ. აბა რა არის? არაფერი ფასიც არ აქვს. გადასაყრე უყრით, ჯერ ხო იგრეთ იწევა და უყრით. არავინ არაფერს არ აკეთებს. კაციშვილი არ მოდის ჩვენთან არ გვეკითხება, აბა რა შესაქმეო. აი ესე დღეს ვიდგმებით. მოიტანთ. 3-4 დღე ვდგევართ ვერ ავყიდით. რა უყოთ? ვერ ავყიდით. საზღვრების ჯაკეტი. არ ატარენ. ფასები აუწიე. კილო ლარი და 10 თეთრი ღირსო გაიტანოი. ვინ წაიღებს? ესე იგი ჩვენ კი შეწავიდეს ყველაფერი. კახეთის მუნიციპალიტეტში გადამამუშავებელი ქარხნების არარსებობის გამო მოსავლის სრულად რეალიზაცია შეუძლებელია, აცხადებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯონი ოსიაშვილი. მისივე ინფორმაციით პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ. ჯონი ოსიაშვილის განცხადებით მოლაპარაკება ასევე აზერბაიჯანის მხარესთან მიმდინარეობს. დაგეტილია დღესდღეობით რუსეთის ბაზარი და აი ზუსტად ამან გამოიწვია. განმეორებითაც მიმართოთ აზერბაიჯანის მხარეს ამ 3 კვირის განმავლობაში ჯერჯერობით არ არის. არ ჩანს ისეთი რომ დაუკლო გადასახადს. გამოსავალი არის რომ ალტერნატიული ბაზარი გაიხსნას. გურჯაანელი გლეხები აცხადებენ, რომ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.